იმიტომ რომ დიდი წონა მქონდა, არასდროს არ მქონია კომპლექსი. ბევრის ინსპირაცია ხარ, мотиваცია ხარ. ყველას ურჩევ რა, რომ წონაში არ არის ბედნიერება რა. ყოველი მომხმარებელი შენის კლიენტის სტუმარი არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ გულწრფელობას ხედავს. ვეღარა ვარ მენტალურად ის, რაც მაგალითად ვიყავი ზაფხულში. თუ რამე გვინდა, არაფერი არ გვიშლის ხელს. ერთადერთი რაც შეიცვალა, ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა. პირველივე პროცედურაზე -5 სანტიმეტრი. აი ვერ სიტყვა ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან. თავის მოვლა ალბათ რომ ცოდნოდა იმ წონაზეც არ ავიდოდი. ვარჯიშით ვარჯიშობ? არა, ყველაზე ზარმაცი ვარ და ვერ ვარ. აი ვერ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის თემა ძალიან საინტერესოა, პიროვნული და ფიზიკური ტრანსფორმაცია და ამის შემდეგ სილამაზის შენარჩუნება და მთელი ეს პროცესი. ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს დღეს, რომელსაც სოციალური ქსელებიდან უკვე კარგად იცნობთ, იაკო ჭალაგანიძე და იაკო მოგვიყვება დღეს მის ტრანსფორმაციაზე და ამ ეტაპზე და მოკლედ ამ პროცესზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმა ბევრმა იცის, მაგრამ ჩვენ ისეთ თემებს შევეხებით, რომელიც შეიძლება ჯერ არ იცის და არ გისაუბრია ამის შესახებ. მადლობა იაკო, რომ ხარ დღეს ჩვენთან. მოგესალმები იაკო. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. მოდი დავიწყოთ პირდაპირ. იაკო, აი ცოტა სიღრმისეულად მინდა შევეხო ამ თემას. ძალიან რთული პროცესი გაიარე, ძალიან საინტერესო პროცესი გაიარე ალბათ. მაყურებელმა შენმა გამომწერებმა TikTok-იდან ძალიან კარგად იციან, 80 კილო დაიკელი და შენი ცხოვრება აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა. პირველ რიგში, აი შენ შინაგან ცვლილებებზე რომ მოგვიყვე და შემდეგ უკვე მივყვეთ ეტაპობრივად დანარჩენს. ესე იგი, ხო, ვიზუალით გარდა 80 კილოს რო დაიკლებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. აბსოლუტურად შეიცვალა როგორც შინაგანი მდგომარეობა, ასევე მენტალური და მოკლედ აი ყველაფერი ამოტრიალდა. ყველაფერი, აი აბსოლუტურად ყველაფერი, ოღონდ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შეიძლებოდა ესე შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება რა. მე ვიბრძოდი მხოლოდ ვიზუალური ცვლილებისთვის და ნუ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პროფესია შემეცვალა, ურთიერთობები შემეცვალა, ანუ ყველაფერი მოკლედ თავდაყირა დადგა და მე მგონი უფრო დაალაგდა, მაგრამ არ ვუჩიოდი სხვათა შორის მანამდეც ჩემ დაალაგებულ მოდი აი ცხოვრებას. სხვაობა მოგვიყევი, აი იმ იაკოს და ამ იაკოს შორის, აი რა ცვლილებები მოხდა პირველ რიგში შინაგანი. იცი რა არის შინაგანი ცვლილებები დიდად რო გითხრა რომ აი რაღაცა პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ იმიტომ რომ დიდი წონა მქონდა არასდროს არ მქონია კომპლექსი და დამეთანხმება ჩემი ყველა გარშემო მყოფი და ჩემი მეგობრები აი არასდროს არ ვკომპლექსდებოდი გონია რომ მაშინ უფრო ისეთი ვიყავი ლაღი ალბათ ასაკიც მქონდა ეგეთი რომ აი სულ რაღაცა გართობის და იმის ხასიათზე ვიყავი რამ გადაგაწყვეტია ზუსტად იცი რა არის გადავწყვიტე იმიტომ რომ ნუ ეს პანდემია დაიწყო რაღაცა მიზანი უნდა დამესახა რომ შემენარჩუნებინა ჩემი მენტალური მდგომარეობა და არ გადავსულიყავით ჭკუიდან ამ გამოკეტვის პერიოდში და დავისახე მიზნად რომ 20 კილო უნდა დავიკლო თქო პანდემიის დროს იმიტომ რომ გამოკეტილები ვიყავით მოკლედ ბაკურიაში 4 ბავშვი პანდემიამ ძალიან ბევრ ადამიანში მოახდინა ხო გარდასახვა აი ჩემ შემთხვევაში კარგის მხრივ მოახდინა ბევრმა მოიმატა მაგალითად და ნუ მე რაღაცა ეს დავისახე რომ 20 კილო უნდა დამეკლო და ნუ საბოლოოდ შემომეოთხმოცა თავიდან რომ თქვი რომ ეხა დავიკლებ 20 კილოს და ჩამოვალ თბილისში თქო ნუ ძალიან არ ჯეროდათ და ნუ მოკლედ მოხდა ეს რა და რაც შეეხება შინაგან მდგომარეობას იცი რა არის ვერ ვიტყვი რომ ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ ხო გითხარით რომ არ ვიყავი ძალიან არც დაკომპლექსებული, არც რაღაცა არ მქონია. ერთადერთი რაც შეიცვალა, ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა. უფრო მეტი საქმე მაქვს, უფრო მეტი სამსახურეოს ჩვენი ინფლუენსერული ამბები გვაქვს და შენ მითხარ ესეთი რაღაც იმ დღეს რომ ამ წონის კლების მერე დავიწყე თავის მოვლა. ხო ფიქრობ რომ შენ თავი უფრო შეგიყვარდა ესეთი? იცი რა არის უფრო ალბათ უფრო შემიყვარდა, მაგრამ მაშინაც მიყვარდა. უბრალოდ მაშინ არ ვიცოდი თავის მოვლა.
თავის მოვლა ალბათ რომ ცოდნოდა იმ წონაზეც არავიდოდი რა და მე უკვე რომ დავიკელი მე წამოვიდა უკვე რომ აი ის არ მოგწონს ამას უნდა მიხედო თურმე ესე არ ვიცოდი როგორ უნდა მომეარა ჩემი თავისთვის დღემდე ვსწავლობ სხვათა შორის აი სადაც ვხვდები ხოლმე ნუ ძირითადად ნატალიში ვხვდებით ერთმანეთს და სულ გეუნები რომ აი რა გავიკეთო სალომე იცი რა ესე არ მომწონს და ესე მინდა და შენგანაც ძალიან ბევრ რჩევას ვიღებ ხო და აი ხა ნელ-ნელა ვსწავლობ მოკლედ თავის მოვლას და სხვათა შორის ჩემი კლების შემდეგ პირველი ლოკაცია რაც აღმოჩნდა ისეთი სადაც ყველაფერს ერთად ვუვლი სახის კანს თმას სტანს ყველაფერი აღმოჩნდა ნატალიში და მანდ მივალთ ნატალიმდე მივალთ და პროცედურებამდე მივალთ აუცილებლად მაგრამ აი კიდევ ვკითხავ თავდაჯერებულობა ალბათ უფრო მეტად ძალიან კი თავდაჯერებულობა მომემატა ნამდვილად იმიტომ რომ სულ 30 წლამდე ანუ სანამ დავიკლებდი სულ მინდოდა რომ აი ჩამეცვა ის რაც მომწონდა ვერასდროს ვერ ვიცმევდი ვყიდულობდი მაგალითად ერთ ჩარვალს რომ ვყიდულობდი სამცალს ერთნაირს ვყიდულობდი იმიტომ რომ მე ჩემი ზომა ან იქნებოდა ან არ იქნებოდა და მოკლედ ნუ აი ვერ ხარ თავდაჯერებული ადამიანი როდესაც არ ხარ კომფორტულად არც სიმტანის სამოსში არც მოკლედ კომფორტულად ვერ იქნები წონის მხრივ ადამიანი მაგრამ ხო ნუ აი სულ ესეთ რაღაცებზე ვოცნებობდი და ეხლა ავისრულე მოკლედ ეს ყო თავიდან რომ დავიკელი მქონდა ცოტა რაღაცა ის რომ აი ყველა მომწონდა არ მომწონდა თავარია რომ მერგებოდა და ვყიდულობდი რა მე ვიცმევდი თუ არ ვიცმევდი აზრი არ მქონდა ნუ აი ის მქონდა რაღაცა დახამებული ვით ვიყავი და ეხლა უკვე დავსტაბილურდი კი ხო მე რამეს დავამატებდი რომ ზუსტად პანდემიის დროს როცა თქვი ესეთი მეც გამეცინა რომ მეც 25 კილო დავიკელი მაშინ და ჩემ თავში თავდაჯერებულობა როგორც შენ აღნიშნე არასოდეს არ მაყლდა სხვათა შორის და არც ეს კომპლექსი არ მქონდა თუმცა ეხლა როდესაც უყურებ წინა პერიოდის ჩემს თუ გინდ ფოტოებს ვფიქრობ რომ თუ რატო ვკარგავდი იმ დროს ამ ყველაფრისთვის რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა რომ გამოიყურებოდე ბევრად უფრო კარგად თავდაჯერებულად რომელიც შენ ძალიან მოგწონს და სხვათა შორის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აი არასოდეს ვერ ვეუბნებოდი ვერც ერთ მომხმარებელს რომ მოდით სხეულის კორექციაზე მოდით ამ აპარატებზე ასე შემდეგ იმიტომ რომ ნუ ეხა თვითონ გამოვიყურებოდი ფაქტიურად ისე რომ ტანის კორექციაზე ზედმეტი იყო ხო საუბარი და ამ შემდგომ უკვე ამ და როდესაც 25 კილო დავიკელი ოღონ მხოლოდ და მხოლოდ ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე, მაგრამ აი ესეთი სწორი კვებით, კალორიების დეფიციტით, რა თქმა უნდა, სიარულით, იმიტომ რომ პანდემიის დროს ყველას ჰქონდა ამისი საშუალება და ფუფუნება, თუმცა უკვე შემდგომ იმისათვის რომ უკვე ის რაც გვინდა რომ 25 კილოს დაკლების შემდეგ აღდგეს კანის მდგომარეობა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს უკვე შემდგომ პროცედურების დახმარებით. მაგრამ ძალიან მინდა რომ ხაზი გაუსვა და ყველას უთხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად ის 25 კილოც კი, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებულობა და მეტი ის უფრო მეტად მომემატა. 25 კილო კი არა, ეხლა სულ ჩემ გამომწერებს ვეუბნები რომ მომატებული მაქვს დაახლოებით 8 კილო და ეხლაც კი ვიბრძვი ჩემ თავს თავდაჯერებულობაში რა, იმგონია რომ ეს 8 კილო აი რაღაცა ძალიან მეტყობა და მე იცვლება ეს კილოგრამების რაოდენობა. კი, ვეღარა ვარ მენტალურად ის რაც მაგალითად ვიყავი ზაფხულში. ესეა, სხვათა შორის აი პანდემია რადგან ვახსენეთ, მეც ვიტყვი პანდემიის პერიოდში დავიწყე ვარჯიში და ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა, იმიტომ რომ იმის მერე მართლა არ ვიცი, ალბათ პერიოდი არ ყოფილა რომ ჩამეგდო და კი, ვიცით შენ მაგამოწერებმა და აი 6 წელია სისტემატურად ვარჯიშობ და ასე რომ პანდემიამ რაღაც კარგი საქმეებიც გააკეთა. ეს ნახეთ იმის მანიშნებელია გოგოებო ალბათ რომ თუ რამე გვინდა არაფერი არ გვიშლის ხელს ხო? ნამდვილად. მე სულ მაგას ვამბობ. არც კი ისეთი რთული პერიოდი, როდესაც პირიქით ალბათ აი ვერ სიტყვა ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან იმის მერე რაც ესე შევცვალე ჩემი ცხოვრება. მე სულ მაგას ვამბობ. ადამიანს თუ რაღაც არ უნდა, ან რაღაცას მიზეს ეძებს, ეს არის მხოლოდ მისი გადაწყვეტილება. ყოველთვის მოახერხებოდი
ხერხებ, დროსაც გამონახავ და შესაძლებლობა თუ გინდა ნამდვილად. იაკო, სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი ადამიანი გადავნებს თვალს, ბევრის ინსპირაცია ხარ, мотиваცია ხარ, ყოველდღურად აძლევ რჩევებს, როგორ დაიკლონ წონაში და ალბათ უკვე საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, ხო? შენთვის ეს ყველაფერი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც კი გამოვჩნდი და პირველი ვიდეო რო ჩავწერე, აი იმ დღიდან ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, მემატება გამომწერები და მივხვდი, რომ ძალიან დიდი პრობლემა არის ქვეყანაში წონის და ჩემი რჩევით მინდა გითხრათ, რომ ანუ ძალიან ბევრმა გოგონამ, მე გოგოებთან მაქვს ესე ძირითადად შეხება და ვინც მე კონტაქტებიან, ოღონდ აი დაიკლეს 50, 55, 20 კილო და მოკლედ ერთი კახეთში ცხოვრობენ, ერთი ოჯახი არის, რომლის შვილიც გოგონა დამეკონტაქტა და მითხრა, რომ დედა ჩემო, შენი რჩევით 45 კილო დაიკლო ამასაკშიო 65 წლის ქალბატონია და მართლა ისეთ მადლობებს მწერს ხოლმე რომ ძალიან მიხარია და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია რა თქმა უნდა რომ ესე უსასყიდლოდ შემიძლია რომ ადამიანებს დავეხმარო და რაღაცა ცხოვრება გაუხალისო. სოციალურ ქსელში იმდენად აქტიურია შენი TikTok-ი, ესე რომ ვთქვათ, ჯერა შენი ხალხს. ანუ როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? იცი რა არის, ვერ ითამაშებ და როგორც კი ერთხელ მოიტყუები და გამოგიჭერს ვინმე ტყუილში, იქ დამთავრდება ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობა. ზოგადად არ მიყვარს ტყუილები ცხოვრებაშიც, მაგრამ ნუ არიან ალბათ ჩვენ გარშემო, ჩვენ სფეროში ადამიანები, ვისაც არ ენდობიან, იმიტომ რომ ალბათ თვითონ მათ არ აქვთ ეს გამოცდილი, რასაც სხვას უზიარებენ. არასდროს არ ვაზიარებ ისეთ რაღაცას, რასაც ჩემ თავზე არ გამოვცდი, მე არ ვიქნები კმაყოფილი და ამის შემდეგ ვუზიარებ უკვე ჩემ გამომწერებს და იციან ეს ძალიან კარგად. თუ კი ისეთ რაღაცას დავდებ, რასაც მე არ ვიკეთებ, იქ ყოველთვის ხას უსვამ, რომ გაიხსნა, გთავაზობ, ინფორმაციულ ამბავში ვუკეთებ და როდესაც ვიძახი, რომ აი მე ვიკეთებ, მე გავიკეთე, მე მომწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა გავიკეთე, მართლა მომეწონა და მართლა გული. ძალიან მინდა მეც შევეხო ამ თემას რამდენიმე ხნის წინ, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ მე არ მჯერაო ინფლუენსერებისო, არც ერთის და არავისიო, იმიტომ რომ მგონიაო, რომ თქვენო ამაშიო ფულს იღებთო და აი ყველაფერს არეკლამებთ და მოკლედ ყველაფერზე თახვდებითო და მინდა რომ გავცე ამ ყველაფერს პასუხი, ეს ნამდვილად არ არის ასე. ყოველ შემთხვევაში მე ხლა ყველას პასუხისმგებელი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემ პირად თავზე შემიძლია ვისაუბრო და ჩემი გამომწერებიც მიყურებენ და თუ რაღაცას ვაკეთებ, აი იგივე ხლა მართლა 5 წელი ხდება ნატალისთან თანამშრომლობ, ჟერმენ დე კაპუჩინისთან და მართლა ყველაფერი დატესტილი მაქვს, წლებია ჩემ საკუთარ თავზე და აუცილებლად მხოლოდ იმას გავუწევ რეკომენდაციას, რასაც მე თვითონ ჩემ თავზე გამოვცდი. რა თქმა უნდა, არიან კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობ, მაგრამ მე ვარ ამ შემთხვევაში ინფორმატორი, ანუ კომპანიას და აუდიტორიას შორის. და ძალიან არასწორი მიდგომა არის და მგონია რომ აი აუდიტორიამ, ჩვენმა აუდიტორიამ ეს უნდა გაიაზროს. არიან დარწმუნებული ვარ ბევრი ინფლუენსერი, რომელიც შეიძლება რაღაცებს თანხმდება, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ესე. მე ვარ პასუხისმგებელი აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე, რომელსაც უწევ რეკომენდაციას და არის ძალიან ბევრი პროდუქტი, შეიძლება უბრალოდ არ მომეწონოს და ამიტომ არ გავუწიო რეკომენდაცია. ხო, მაგრამ ის პროდუქტი შეიძლება შენთვის არის ეს ინდივიდუალური ხარ, შეიძლება მე რაღაც თმის კრემი მომიხდეს და შენ არა. და მე შეიძლება დაგაბრალონ, რომ აი იცი რა საშინელება იყო, არა და მე მიხდება. ჩვენც ესე ვარჩევთ თვითონ თანამშრომლობას, როდესაც უკვე მოსწონთ, აი სალომეს შემთხვევაშიც ეს იყო, რომ ჯერ იყო ჩვენი მომხმარებელი, შემდეგ მას ძალიან მოსწონდა ეს პროდუქტები და შემდეგ იყო ეს შეთავაზება. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ როგორც შენ აღნიშნე, იაკოს სიმართლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა საქმეში, აბსოლუტურად ცხოვრებაშიც და საქმეში. ყოველი მომხმარებელი შენი კლიენტის სტუმარი არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ გულწრფელობას ხედავს
და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდები ვართ, ის რაც უხდება სალომეს და შეიძლება თქვას თავის სოციალურ ქსელში, რომ ძალიან კარგია და ძალიან მოწონს, შეიძლება მე მივიდე, გავიკეთო და მე არ მომიხდეს. ანუ ამ შემთხვევაში სალომე კი არ არის დამნაშავე, ან ვინმე, უბრალოდ ინდივიდები ვართ, ვიღაცას ის გვიხდება, ამაში ვერ დაგეთანხმები, ნახეთ რატო, იმიტომ რომ იმისთვისაც არის ზუსტად პროფესიონალი თუ გინდ სტუდიები, სალონები, ესთეტიური ცენტრები და ასე შემდეგ, რატომაც არის პროფესიული ხაზი არ იყიდება მას მარკეტზე და მხოლოდ შერჩევით ხდება იმისათვის, რომ აი ის ინდივიდუალური მიდგომა უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ. შენ როდესაც მოხვალ აუცილებლად თუ სახის მოვლაზეა, ექიმი, კოსმეტოლოგი, ჯერ უნდა შეგირჩიოს, ჯერ უნდა ნახოს, ამისათვის არსებობს სწორი ტესტირება. ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ იქ არ მოგიხდეს ეს უკვე ნიშნავს, რომ არასწორად იყო შერჩეული. მე რა ვიგულისხმე, მაგალითად ვაუშეიპზე შემიძლია მაგალითი მოვიყვანო ძალიან მარტივი, როდესაც მე გავიკეთე ნატალიში ვაუშეიპი, მე მომაკლდა იმ პროცედურაში, პირველივე პროცედურაზე -5 სანტიმეტრი. ხო, ვიღაცა შეიძლება მოაკლდეს 2 სანტიმეტრი. ეგ რატო მე რა გითხრა? ძალიან ინდივიდუალური ხო, ამას ინდივიდუალური ადამიანი მიხვდება, რომ ყველა ზოგი ვერ ხვდება და არა, მე ძალიან ცოტა. მე აგიხსნეთ ეხა ამას. რატო? იმიტომ რომ არა ვიღაცას მეტი ცხიმი აქვს, ვიღაცას ნაკლები. ანუ წყალი არის მეტი რაოდენობით. მიხვდით? ეხლა მე მაგალითად მომაკლდება ამ წუთას 8-ი. იმიტომ რომ ეხლა ხო ამ პერიოდის განმავლობაში ეს არ არის ინდივიდუალური, ეს არის უბრალოდ თვითონ თუ რამდენ წყალს და ცხიმს. ჯერ ხდება წყლის გამოდევნა და შემდეგ უკვე გადავდივართ ცხიმზე. აქაც აი ეს მინდა რომ გითხრა რომ ყველასთვის ინდივიდუალური მიდგომა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც პროფესიონალები უდგებიან აქაც სიმართლე არის ყველაზე იაკო, ეხლა ძალიან აქტუალურია სოფლიოში body positivity და აი საინტერესოა სად გადის ზღვარი შენი თავის მიღებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას შორის. იცი რა არის ძალიან საინტერესო კითხვა არის და ამაზე მაქვს ერთი პასუხი, რომ ადამიანი თუ თავს კომფორტულად გრძნობს თავის სხეულში, თავის წონასთან ერთად, უნდა იყოს ისე, როგორც უნდა რომ იყოს. მაგრამ, როდესაც უკვე ჯანმრთელობაზე გადის ზღვარი, იქ რაც არ უნდა სხვამ აი ეს განხილვები მოუწყოს და იცი რა შენ ჭარბი წონა გაქვს და თან ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნა და უნდა დაიკლო, მის ტვინშივე გადაწყდება რა, ანუ რაც არ უნდა სხვამ უთხრას, რომ შენ ეხლა ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნება, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე ვიყავი ესე, რომ ძალიან კომფორტულად ვიყავი ჩემს სხეულში, ჩემი წონით, არაფერი ხელს არ მიშლიდა, რომ ან სადმე გადავაადგეთ, ხილამურზე ვიდექი, ცეკვა, ყველაფერს ვაკეთებდი და გამიმართლა იმაში, რომ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია. მაგრამ რომ გამეგრძელებინა ისე ცხოვრება, სავარაუდოდ სადღაც შემექმნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა და უკვე მინდა არ მინდა უნდა მეზრუნა ამ ჩემი წონის დაკლებაზე. თუმცა ჩემ შემთხვევაში გადავრჩიდა ჯანმრთელობის პრობლემამდე, მოვინდომე, მომინდა და სხვა მიზეზით დავიკელი რა და არა ჯანმრთელობის გამო. მაგრამ აი ყველას ურჩევ რა, რომ წონაში არ არის ბედნიერება რა, აი მინდა რომ კიდევ ერთხელ გავუსვა იმას ხაზი, რომ 140 კილოც ვიყავი ძალიან ბედნიერი, ძალიან სიცოცხლით სავსე და არაფერი არ მეზარებოდა საერთოდ. მაგრამ ეხლა 8 კილოც გაწუხებს ზედმეტი. ეხლა გაწუხებს კი ნამდვილად. იმიტომ რომ უკვე შევეგუე იმ წონაზე ყოფნას და მივხვდი რა არის კომფორტი და ამიტომ ეხლა ცოტა კომფორტის ზონიდან გამოვედი და არ მომწონს. იაკო, წონის კლების მერე დაგჭირდა თუ არა პლასტიკური ქირურგია? კი, პლასტიკური ქირურგია დამჭირდა, გავიკეთე 3 ზონის პლასტიკური ქირურგია და ეს იყო რა იცით რომ დაკლებული მქონდა ამდენი კილოგრამები, მაგრამ ვიზუალურად არ მეტყობოდა. ამიტომ ხო ამდენი მოშვებული კანი, ცხიმი, რომელიც აღარასდროს აღარ იწვის, აი მაგის გამო დამჭირდა პლასტიკური ოპერაცია. შეგიძლია მოგვიყვე რა გაიკეთე? აბდომინოპლასტიკა, მკლავების ოპერაცია და მკერდი. ფანტასტიკური
ოპერატიულად გამოიყურე. ხო, ძალიან დიდი მადლობა. ჯერ დაიკელი 80 კილო, ესეთი ცვლილებები მოხდა. შემდეგ უკვე პლასტიკური ჩარევებიც დაგჭირდა და აი მე როგორია, აი რო იხვიცებ და აი ეს ყველაფერი რაც ძალიან გინდოდა, ჩაიცვე მაგალითად ტოპი. ანუ ჯერ პირველი ემოცია და რეაქცია იყო ოპერაციიდან მეორე დღეს უკვე რო გაყენებენ და პირველი გინდა რომ სარკესთან მიხვიდე რა, რომ აი რაღაც კი შეფუთული ხარ, მაგრამ მაინც დაინახავ და ნუ აი პირველი რეაქცია იყო რომ ჩავიხედე და ჩემი თავი დავინახე, ნუ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი და მოკლედ ძალიან გახარებული ვიყავი. ერთადერთი რაც არ გამიკეთებია და არ შევხებივარ და აბსოლუტურად მივანდე ესთეტიკის ცენტრებს და აპარატულებს, ეს იყო ფეხების ნაწილი. ნუ ზემოთ ვერ დაველოდებოდი გრძელვადიან შედეგებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კანი და ცხიმი მქონდა ზედმეტი და ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი დამეზინა და ეს ყველაფერი მომეჭრა. ხო და აი ფეხებზე უკვე აპარატულებზე ვარ მინდობილი და სხვათა შორის კარგია რომ არ გავიკეთე არაფერი, იმიტომ რომ ამითაც კარგი შედეგებია. ვარჯიში თუ ვარჯიშობ? არა, ყველაზე ზარმაცი ვარ. აი ვერ. ამდენი რაღაც შვარცი და ვარჯიში ერთად მე ძალიან მაგარია. ზარმაცი ქალების ანუ შენ ხო ვარჯიშობ და 5 საათი ხო და მე ვარჯიშობ, მაგრამ პარალელურად შვარცთან ერთად კიდე უფრო მაგარი შედეგი გაქვს. არ ვარჯიშობთ, მაგრამ მაინც კარგი შედეგი. ხო, მაგრამ ნახე ჯანმრთელობის და ზარმაცი ქალების აპარატი აქვს ნატალის. ძალიან მომხრევა, რაც არ უნდა არსებობდეს სამყაროში. პირველ რიგში მენტალური ჯანმრთელობისთვის ყველამ უნდა ივარჯიშოს, აბსოლუტურად. ჯერ ვერ ჩავიდა ჩემი გონება იქამდე რომ უნდა დავიწყო ვარჯიში, რა ვქნა. ხო, თუმცა ოპერაციების შემდგომ ძალიან ბევრი ექიმი უნიშნავს შემდგომ რეაბილიტაციას, ასე რომ ვთქვათ, გაგრძელებას აპარატებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ცხიმის გადანაწილება მოხდეს საკმაოდ სწორად. და შენ მე როგორც ახლა ვიცი, სტრიები მაინც დარჩა, რაც არ უნდა ოპერაცია ყოფილიყო და ამისათვის გაიკეთე ეს პროცედურა. კი, სხვათა შორის ბოლოს ეხლა რამდენიმე დღის წინ ჩავწერე ამ სტრიებზე ვიდეო და ვიცი რომ ძალიან დიდი ამბავი ატყდა და მინდა რომ აქედანაც ავუხსნათ ხალხს რა არის, ეს არის CO2 ლაზერი, რომელიც სტრიებზე ვიდეოს ესე ვიწყებ რომ მივდივარ სტრიების გასაქრობად, თქო. ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემი სურვილის ამბავი არის, მაგრამ აქ როგორი რაღაც არის, ან მთლიანად გაგიქრება, ან ძალიან შეგიმცირდება და გახდება შეუმჩნეველი და რუჯის დროს აი გამოყოფილად თეთრი სტრიები არ გექნება. მე გავიკეთე ჯერჯერობით ერთი პროცედურა და ეს უკვე ვახარე ჩემ გამომწერებს რომ არსებობს ესეთი რაღაც, რამაც შეიძლება რომ ჩვენ სტრიებს უშველოს, თუმცა დაახლოებით 3-4 პროცედურა ალბათ დამჭირდება და არ ვიცი რამდენად მოვასწრებთ რუჯის პერიოდი მოდის და როგორც ვიცი რუჯი არის რუჯის პერიოდში არაფრით არ შეიძლება და ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო ახალია სტრია მალე გაიკეთო. აი ნახე, უკვე შეხედე, უკვე ნახე რამდენად ეტყობა, რომ ფაქტიურად ეს აგძვრება და ფაქტიურად ის სტრიები შენ რაც ქონდა მაყურებელს რო ვაჩვენოთ, ერთგვაროვანი ხდება ფაქტიურად გაუფერულებული. ეს არის ყველაზე კარგი შედეგი, თუ რამე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მეორე პროცედურის შემდგომ ის უფრო, თუმცა პირველი პროცედურის შემდეგ იხა მე რასაც ხედავ, უკვე ფაქტიურად გაუფერულებული გაქვს, რომელიც ძალიან კარგი შედეგი გაქვს ერთი და მაგრამ ეხლა ვეღარ მოასწრებს, მე შემოდგომიდან და გააგრძელებ. ხო, იცით რა მზეზე მოყვარულებისთვის რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა არის. ჩემი ბრალია არ დავუჯერე ნატალიში პირველად რომ მოვედი, მან მითხრეს რომ ოქტომბერში დაიწყეო და აი ეხა არა და მე ვიზახე და ნუ ვერ მეც ესე დამაგვიან და ძალიან კარგად მუშაობს CO-ლაზერი, არა მარტო სტრიებზე, ასევე კანის მოჭიმვაზე. სხვათა შორის ბევრი კითხვა შემომდის ხოლმე, მე აკნე მქონდა და აკნესთან დაკავშირებით აი იცოდეთ ხალხნო რომ ნაწიბურებზე CO2 ლაზერი გაიკეთეთ და ნუ აბსოლუტურად ასევე ნაწიბურებზე არაჩვეულებრივად Red Touch-ი მუშაობს. აი Red Touch-ზე ვარ მისასვლელი სხვათა შორის, აგერ ნატალი მითხრა რომ ძალიან კარგი Red Touch-ი როგორც ნაწიბურებზე, ასევე სტრიებზეც, მაგრამ ნუ CO-ლაზერი კიდე უფრო ისეთი ანუ უფრო ახლა ნატალი უფრო კარგად ახსნის, უფრო კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ეს მთელი ზედაპირი იწვება, ხო მართალია. CO-ლაზერი ეს არის ოქროს სტანდარტი აღიარებული, გამოიყენება სამედიცინო
პროცედურებისთვის და ასევე არის სამედიცინო ესთეტიური პროცედურებისთვის. ყველა ეს აპარატები არის ჯერ სამედიცინო შექმნილი აპარატები, რომლებიც არის ყველაზე მთავარი სილამაზე და ჯანმრთელობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. და ასევე რაც შეეხება Red Touch და CO შორის არის ორი განსხვავება. დღეს უკვე ორივეს ერთდროულადაც ვაკეთებთ, რატო? იმიტომ რომ ის ერთგვაროვან ფერს, ასევე კოლაგენის და ელასტინის მაქსიმალურად სტიმულაციას აკეთებს, რომლის დროსაც ფაქტიურად აღდგება ძალიან კარგად და კანის სიმკვრივეს აძლევს Red Touch-ი, რომელიც არ არის ესეთი შესაძლებელია, რომ ფაქტიურად მეორე დღესაც იმ დღესაც სამსახურში წახვიდე CO-სგან განსხვავებით. ასე აქედან გამომდინარე, ამისთვისაც არსებობს, რაც შენ ზუსტად წინათ რომ მკითხე, ამისთვისაც არსებობს უკვე პროფესიონალები, რომლებიც სწორად გირჩევენ, თუ რომელი რა პროცედურა გჭირდება. შენ როგორც ვიცი, ესევე უნდა პრო გაქვს გაკეთებული. უნდა პროთი გაგიცანით. ესე იგი, როგორი ამბავი იყო, ეს ისტორია მინდა რომ მოვყვე. Instagram-ზე ერთ-ერთი სოფლიო ინფლუენსერი კიმ კარდაშიანის სტორი ვნახე, რომელიც იკეთებდა სახეზე უნდა პროს. და დავიწყე და გუგლა, რომ ჯერ რა არის, მერე სადმე თუ კეთდება და აღმოჩნდა, რომ კეთდებოდა ნატალიში, ოღონდ არ ვიცოდი, მოგწერეთ, მოვედი, ჩავეწერე და მოკლედ რო ატყდა ეს ამბავი და რა თქმა უნდა ესეც რომ აი ნატალიში მოვედი უნდა პროზე იქ კიმ კარდაშიანის სტორიდან გავიგე და მოკლედ მთელი ამბავი იყო და მოვედი და ნუ სასწაული შედეგი რომ დავინახე რა თქმა უნდა ჩემ გამომწერებსაც გავუზიარე და ვიცი რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან კი რომელიც ძალიან კარგად წევს ლიფტინგს აკეთებს ფაქტიურად ძალიან სასწაული რაღაცა არის მართლა ვაიმე დედი ვაიმე რა მოგარია ჩემია მამა მოართვა მე ნალამაზი მამა მამა ესე იგი მე ვარ მომსწრე რომ მამა სულ აგზავნის ყველი იაკო რა კარგია ვაიმე ძალიან დიდი მადლობა არ ველოდებოდი ნამდვილად ნალამაზია აი როგორ განებიურებს შენი მეუღლე ყვავილებით ხიზან ხურე პროსტა ხიზან შემდეგი ჩემი და სალომეს შეხვედრა არა მე ძალიან მაკლია ხა ვყუმრო მე ძალიან მაკლია მისგან ლამაზია ძალიან ოჩახ მადლობა დიდი მადლობა ჩვენც მადლობა ეხლა მოგვიყევი თუ გაქვს შენი პროტოკოლი თავის მოვლასთან დაკავშირებით მე მგონა მეკითხებოდი როგორ გაყიდეთ საღებავები შენი რომელი 564 აი მე ეგ ვიცი. ხო, აქედანაც მინდა რომ იმ ვიდეოშიც თქვი და აქედანაც მინდა უთხრა რომ ის კონკრეტული ციფრი არის ჩემი თმის ფერზე. ვიღაცამ თუ რაღაცა ბაზა თუ სხვა ფერი აქვს, შეიძლება გაწითლდეს ან გამწვანდეს რა იმ ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ ნუ საღებავი რომელიც არ გადადის, ძლივს აღმოვაჩინე, მართლა თვიდან თვემდე ისე მიძლებს, რომ ჩემი ჭაღარები არ ჩანს. ხო, მაგრამ ეს 564 არის როგორიც, აი, მახსოვს, რომ როდესაც პირველად სალონი გავხსენი, ესეთი სლოგანი მქონდა. ნატალი შენი სილამაზე აქ არის და უკვე ყველა მიცოდა, ხო, ნატალი შენი სილამაზე აქ. აი ესე 564 გააქვთ. ოღონდ მარტო ჩვენთან კი არა, მთელი საქართველოს სალონებში დადის ხალხი და კითხულობს 564. აი, ესე იგი 64. ასე მუშაობს შენი რეკლამა. იაკო, მოგვიყევი ახლა შენი თავის მოვლის პროტოკოლი თუ გაქვს კანის მოვლის, აი დილის პროცედურები ღამის და შენი საყვარელი პროდუქტები. იცი რა არის, არ გამოვირჩევი ესეთი დიდი რუტინებით და 2 საათიან რაღაცა იმებს რო იტარებენ პროცედურებს, მაგრამ აუცილებლად დამატენიანებელი, თან ეს პრობლემური კანი რომ მქონდა და აუცილებლად დამატენიანებელი, აუცილებლად კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ მურის ნიღაბი, რომელიც ძალიან ერთგვარ ოვნად მოყავს მოკლედ ერთ ფერში სახე და ნუ რა ვიცი საღამოს ალბათ მაკიაჟის მოსაშორებელი შემდეგ სახის დაბანა სალომე არა მე ვიტყვი შენ რაღაც სხვანაირად იტყვი ეხლა სანამ შემოვიდოდით ვლაპარაკობდით რომ მიცერალურის შემდეგ თქო სახეს სუიბან თქო ამას ვეკითხები და კიო გადაოხთო და მე ვთხარი ხანდახან თქო ძალიან მეზარება ხოლმე თქო და დადის და შე დაუბანელი ხარ და რაღაცას მეც არა ნუ აი
აი როგორი აუცილებელი არის იცი საღამოს აი ამ ყველაფერს მაგრამ ნახე ჩემს და შენ შორის განსხვავება იცი რა არის შენ ხარ შიგნიდან ბუნებით აი ქალი მიხვდა იქ ქუჩაში რომ დადიხარ აი იცი რომ აი რაღაცა ყველა ქალები ვარ ყველას მიყვარს თავის მოლა საკუთარი თავი მე ვსწავლობ შენ ხარ დაბადებიდან ეგეთი და მე ვსწავლობ გაიგე დღეს არ დავიბან ხო დავიბან ხო და მოდი ყოველდღე დაიბანე სახის კანი მივხვდები რომ აი უნდა დამებანა და შემდეგ ვიბა ისე ვსწავლობ ცხოვრება არის სწავლა რა და ნატალი მასწავლის სხვათა შორის ძალიან თავის მოლას ნატალი ხო უნდა გადაგიყვანო იმაზე ჟერმენზე ბიოდრო გამომესვა ბიოდრო გამომესვა და ეხა 365 პირველ რიგში ხო 365 აი სახის დასაბანი მაგრამ ნუ 365-ით თუ დაიწყებ დაბანას მე ვერაფრით ვეღარ ჩაანაცვლებ. ნუ თუ იმსჯელებთ შენი სახის კანიდან გამომდინარე, ხო, მაგრამ სხვათა შორის მე ძალიან დიდი შრომა დამჭირდა მაგისთვის, რომ ის შედეგი მიმეღო, ჯერ კიდევ პროცესში ვარ, ბოლომდე მაინც არ ვარ კმაყოფილი. მეც არ მაქვს ესე ვთქვათ, კარგი სახის კანი არ მქონდა. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად კარგი შედეგი მაქვს, თუმცა ხო, აი პროცესია რა და საკმაოდ გამოსწორება შეიძლება სახის აუცილებლად, რა თქმა უნდა. ხო, ბევრი ვიმუშავეთ. კი, ნამდვილად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მე ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე, როცა აი მართლა აი დიდი ხნის უნახავი ადამიანი რომ ხვდება და რომ აღნიშნავს ამას. აი მიხარია ყველაზე მეტად. ხო, იმიტომ რომ აი იყო რაღაც პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როცა აი ფორების პრობლემა მქონდა, მე პიგმენტური ლაქების პრობლემა მქონდა, იდეალური სახის კანი არასდროს არ მქონია. სხვათა შორის აი ბოლო პერიოდი მინდა გავიხსენო, პირველად რომ არა, უკვე მეორეჯერ მქონდა გაკეთებული OndaPro სახეზე და დაბადების დღეზე ვიყავი ჩემ მეგობრებთან და იქ მითხრეს რომ აი მე სახეზე რა გაიკეთე, ანუ ისეთი გადაჭიმული სახე მქონდა რომ ეგონათ რომ ფილერები და ნუ ხა ბოტოქს ვიკეთებ ყოველთვის, მაგრამ ნუ ეგეთი ეფექტი არასდროს არ მაქვს ხოლმე და ვეუბნები ხახნო OndaPro გავიკეთე და გადავეჭიმა ეს სახის კანი რა და აი შეიძლება მოკლედ ყველაფრის შეცვლა, კანის სტრუქტურა, ყველაფრის მოკლედ. რა მთავარია რომ სწორი მიმართულება ვიცოდეთ, სად მივიდეთ, რა გავიკეთოთ, როგორ გავიკეთოთ და ასე შემდეგ. აი აპარატურული პროცედურებით, კანის სტრუქტურის შეცვლა, მე მაგალითად ძალიან დამეხმარა, ნუ მილიონჯერ მაქვს ნათქვამი პლაზმა, ლიფტინგი და ნუ ბოტოქსი სულ ამბობ არის უცვლელი. რჩევა მიეცი იმ ქალბატონებს, ვინც ახლა გადის აი ამ პროცესს, რომელიც შენ უკვე გაიარე. მთავარი არის ის, რომ უნდა იცოდნენ თუ რამე უნდათ და თუ რამე წარმოუდგენიათ მათ თავთან დაკავშირებით, ყველაფერი გამოუვათ, აი აბსოლუტურად ყველაფერი. მთავარი არის რომ უნდა გინდოდეს და რაც მთავარია არ უნდა გადადო. ვინც იწყებს ხოლმე 18 საათიანს და მწერს რომ აი როგორ დავიკლო რაღაცა პირველ რიგში ვეუბნები რომ აი დღეს ხო სამშაბათია ხო მომწერე რომ სამშაბათია მე შენ გიგდებ დღეს სამშაბათს და ამიტომ იწყებ 4 შაბათს 2 შაბათს კი არ ელოდები ანუ როგორც კი 2 შაბათს ელოდები და როგორც კი გეზარება იქ არაფერი არ გამოვა მაგრამ გულით რაც გინდათ ის გამოდის ყველა. აი ყველაფერი ხო ვერ წარმოვიდგენდი ხა რა სხვა ცხოვრებაში ვიყავი და სხვა მგონია რომ მეორეჯერ დავიბადე. ჩემ მეუღლე იძახის რომ მეორე ცოლი მყავსო. ხო, აი ნახეთ ყვავილებითაც. ხო, ყვავილებით განებრუნოთ. მოკლედ მეც ვფიქრობ რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება. საჩუქარიც გადავცეთ აუცილებლად და საჩუქრები. ესე იგი თურმე ქონია ხვეულით მაგ და ხშირად ისწორებ და ამიტომ ესე იგი იმ დღეს შემხვდა ნატალიაში რა თქმა უნდა და მკითხა რომ რას იყენებ რომელ კრემსო და ნუ რა თქმა უნდა ეს 308 ფრამესის და ეს არის სპრეი რომელიც უნდა შეიწყაი მეორე დღეს მაგალითად თუ გინდა რომ არ დაიბანო ან ვერ ასწრებ დაბანას და მოიწესრიგო ხვეულით. შენ უკვე გგონია რომ საერთოდ არ მიყვარს დაბანა. არა, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გიყვარს. მოკლედ ხვეულით მის კრემი. ხო. და სპრეი. და შემდეგ ვიდეოში ველოდებით ხვეულით მით. TikTok ვიდეოს ველოდებით ხვეულით მით და ნუ ისწორებთ მებს, იმიტომ რომ ძალიან გიხდება ხვეულიც. ნახვამდის, მოკლედ და მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის და იმედია საინტერესოდ გადავეცით ყველაფერი ჩვენს მაყურებელს. მადლობა შენ. მადლობა დიდი. მადლობა რომ გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.